ბავშვებო, მე ნამდვილად მოვკვდები მოწყენილობისგან. გადმოწერე Brawl Stars-ი და მოდი ონლაინში ვითამაშოთ ერთად. მაგარი იქნებოდა მაგის ნახვა. რატომ გიკვირს ასე? აი, როგორ გითხრა? გასაკვირია გოგო რომ მაგას თამაშობს. გინდა რომ დაგარტყა ბოგდან? აბა გაბედე. ასე რომ ჩვენ დებთ ფსონებს, ჩიხვახვა მარტორკის წინააღმდეგ. ვინ მოიგებს? ვინ არის? ველოდებით ვინმეს? იქნება ეს დედა? დედა ჩემს ოთახზე დააკაკუნებდა, არარეალურია. აუ, ნეტა ეს იყოს ჩვენი პიცის შეკვეთა და $1 მილიონი. ბავშვებო, იყავით რეალისტები. არ შეიძლება ცოტა ვიოცნებოთ? როგორი ბავშვურები ხართ? ბავშვებო, აქ არავინ არ არის. მხოლოდ ეს უცნაური რამეა. რა არის ეს? რა ჯანდაბა? და რატომ დაგვიტოვეს ეს რაღაც ჩვენგართან? ბავშვებო, მე ვიცი ეს რაც არის. რა? უცნაური ჩაინიკი? შენ ხარ ჩაინიკი. ეს შეიძლება ჯინის ლამპარი იყოს. ჯინის. ეს არის ადამიანი, რომელიც ასრულებს სურვილებს. ზღაპრები არ წაგიკითხავს? კი, მაგრამ ჯინები მხოლოდ ზღაპრებში არიან. კარგი, მოდი შევამოწმოთ იგი. მართალია? ხო, ჩვენ არაფერს არ ვკარგავთ ამით. როგორ გამოვიყვანოთ ეს ჯინი მისი სახლიდან? მომეცი. რატომ უბერავ მასში? ჯინის გამოძახებას ვცდილობ. რაღაც არ მუშაობს. მომეცი. ეს საერთოდ არ მუშაობს. იქ ჯინები არ არიან. მომეცი? რატომ დამაფურთხე? ასე მასხრათ უნდა ამიგდო? გამარჯობა და შენ ვინ ხარ? მე, ჯინი. თქვენ გამათავისუფლებთ ლამპარისგან. ახლა სამსურვილს შეგისრულებთ. ხედავ ამ ბიჭს ახლა? ხედავთ ამ ტიპს? ის ალადინის ცუდი ვერსიაა. ხო, მგონი ჩვენ ერთობლივად დავკარგეთ გონება. მაპატიე ჯინო, რატომ ხარ ასეთი გამხდარი? ჩემს ჯინცოლს მე ვეჩხუბე და მან ძველი ლამპარიდან გამომაგდო. ახლა კი ვმათხოვრობ და თქვენნაირ მათხოვრებთან ერთად მუშაობ. ჰეი, ვინ არის მათხოვარი? ფაქტია, რომ შენ კარგად არ ბანაობ. მართალია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სამი ნებისმიერი სურვილის ჩაფიქრება? ჯერ მოიცადე, არსებობს გარკვეული წესები. პირველ რიგში მე ვერ ვაიძულებ ვინმეს რომ შეგიყვაროს. ბოგდან, შენი სურვილი ლედი დიანოჩკას შეყვარებული არასდროს იქნები. მეორე, მე არ შემიძლია ხალხისთვის რამის დაშავება. ხო, მაგრამ შენ უკვე მე დამიშავე. შენ მე ძალიან შემაშინე, ჯინო. მესამე, მე არ ვაცოცხლებ მკვდრებს. ვერც ჩემ ზაზუნაედი იქს? სამწუხაროდ მასაც ვერ გავაცოცხლებ. თუ გასაგებია, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი იმაზე, რაც გსურთ. დამიძახეთ თუ დაგჭირდებათ. დაახველეთ ლამპართან. უბრალოდ გაიხეხეთ კბილები, ვინც ბოლოს დაახველა, ცუდი სუნი ასდიოდა. კარგად ბავშვებო. ის ძალიან ამპარტავანი ჯიმია. და მე რა? ის სახელგანთქმულია. მოდით ვიფიქროთ ჩვენს სურვილებზე. ახლა მე ნამდვილად შოკში ვარ. როგორც იქნა სამყარომ რაღაც სიკეთე გამოგვიგზავნა. ახლა თქვენ უნდა იფიქრეთ რაც გინდათ. მე მზად ვარ ჩემი პირველი სურვილის ჩასაფიქრებლად. რატომ იქნები პირველი? ო, რატომ? იქნებ მე მინდა რომ პირველმა ჩავიფიქრო. ისე, მე ჯინის უფროსი ვარ. რატომ ხარ შენ უფროსი? ეს ელემენტარულია. ვინც იგი გამოიძახა, ის არის უფროსი. და სწორედ მე მივხვდი როგორ გამომეძახებინა იგი. ეგრე მე პირველმა ვიპოვე ლამპარი და მე ვარ უფროსი. ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მე ვარ უფროსი. ბიჭები გოგოებს უნდა დაემორჩილონ. ეს ყველაფერი უბრალოდ მშვენიერია. ანუ გამოდის რომ მე ვარ ბოლო? კარგი ბავშვებო, რატომ არ ფიქრობთ თქვენ სურვილებზე? და მე ჩავიფიქროთ ჩემს პირველ სურვილს. მაშ რა მჭირდება? იმდენი სილამაზე მაქვს და ინტელექტიც. უნდა ვიფიქრო იმაზე, რაც ძალიან მიყვარს. ბიჭების გაპრენკვა, გჭხილების გაკეთება. არა, ეს არა. კბილეული მიყვარს. მოიფიქრე. სად უნდა დავახველო? ჯანდაბა. რას ვაკეთებ? ნიკო, ხედავ რომ მზად ხარ შენი პირველი სურვილის ჩასაფიქრებლად. დიახ, მე მზად ვარ. იმედია გახსოვს სამი წესი. მე არ შემიძლია ვინმე შენი თავი შევაყვარო. მე უყვარვარ. არ შემიძლია ვინმეს რამე დაუშავო. არა უშავს, ბოგდანისა და ჟენიას წამებისთვის სხვა ხერხები მაქვს. და მე ვერ გავაცოცხლებ ვინმეს. და მე არ ვაპირებ ზაზუნო ედიკის კაცოცხლებას. მან ერთხელ ჩემი ჯინსი ტრაკის ნაწილზე შეჭამა და გააფუჭა. მე ეს ვერ შევამჩნიე და სკოლაში წავედი. თუმცა სწორედ იმ დღეს გავხდი ყველაზე პოპულარული ადამიანი სკოლაში. მაშინ მე მზად ვარ მოვისმინო შენი პირველი სურვილი. კარგად დაფიქრდი. ვისურვებდი რომ როდესაც რაიმე დესერტი მომინდება, მაშინვე მივიღო. შესრულებულია. ახლა მე კბილეულის უთვალავი მარაგი მაქვს? მართლა? შენ ეს შეგიძლია ახლავე შეამოწმო. მაშ რა მინდა?
მე მინდა ჟელიბონი და შოკოლადი. და რამის დალევა მინდა ვაშლის წვენის. რა მაგარია, ასე ძალიან ბევრი ფულის დაზოგვა შემიძლია. დედის ბიუჯეტს დავზოგავ. ეს არ არის საუკეთესო სურვილი. მე ცოტა ხნის წინ ილონ მასკს რაკეტა ვაჩუქე. შენ კი მხოლოდ ტკბილეული ჩაიფიქრე. კარგი, შენი საქმე არ არის. დაბრუნდი ლამპარში. მე ფიქს გავაგრძელებ. კარგი, ეს შენი ნებაა. ნახვამდის. შენ რა? შენი პირველი სურვილი ტკბილეულზე დახარჯე? ამ გოგუებს რაციონალური აზროვნება ნამდვილად არ მე აქვს. ნებისმიერი ტკბილეული მექნება, რომელიც მინდა, როცა მინდა და სადაც მინდა. ვა, მაგარია. ნიკო, იცოდე ძალიან ბევრი ტკბილეული არ უნდა ჭამო. შენ ავად გახდები, თორემ შენ მოიწამლები, ჩვენ კი შენთან ერთად ვცხოვრობთ ოთახში. არ ინერვიულობ ჩემზე. შენ შესნობებს არ გავიმეორებ. ნიკო, და შეიძლება ტკბილეული ვჭამო? შენ სამი საკუთარი სურვილი გაქვს. რატომ უნდა გაჭამო? ხო, მე მხოლოდ ტარტალეტკა და კოკაკოლა მინდა. უკან დაიხიე. ახლა ტკბილეული ჩემი სუპერზალაა. შეხედე. აი ნახე. მაშინ მე წავიღებ შენს ტკბილეულს. აბა გაბედე. ახლა მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო. ცივ გონებაზე ფიქრი, კარგი სურვილის ჩაფიქრების ტოლფასია. ნეტა რა მინდა? იქნებ ახალი ტელეფონი? ტელეფონს თუ ჩავიფიქრებ, დედა მას აუცილებლად წამართვებს, რადგან ძალიან ბევრს ვითამაშებ. იქნებ მანქანა, ან იქნებ სახლი, იქნებ რაიმე სახის სუპერძალა. მე უფრო მაგარი ვიქნები, ვიდრე ადამიანიობობა. გამარჯობა, სად არიან დანარჩენები? იქეთ დარბიან, არ აქვს მნიშვნელობა. დამეხმარე სურვილის ასრულებაში. რაღაც სუპერზალა მინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა. გინდა რომ იფრინო? ან იქნებ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო პლანეტაზე? მე მინდა რაღაც განსაკუთრებული ჩემთვის. ჩემი საქმე არ არის ვიფიქრო იმაზე თუ რა გჭირდება შენ. მართალია, მინდა შევძლებო რომ ხალხს მომაღლა ვათქმევინო სიმართლე. აი ასე, როცა შევხედავ ეგრევე რომ მითხრან. ორიგინალურია. მე მეგონა შენს twins არ შეეძლო ამის გაკეთება. კარგი, როგორც გინდა. მაშინ ყველად გაფლანგე შენი პირველი სურვილი? ხო. რა ჩაიფიქრე? ბოგდან. გახსოვს ტბაზე სათევზაოდ რომ წახვედი? კი, დაჭერილი თევზი სად ჩასვი? რომელიც მაშინ დაიჭირე? ტრუსში. რა? ეს ნამდვილი კოშმარია. ხო, მაგრამ მე უბრალოდ არ მინდოდა თევზის ხელში აყვანა. მეშინოდა. და რატომ არ ჩასვრი ვედროში? იცი ნიკო, კარგი იდეა მაშინ მოდის, როცა უკვე გვიანია. ფუ, საზისრობა. როგორ მაიძულე მე თქვა? საიდუმლოა. ახლა მე ვერაფერს ვეღარ დამიმალავთ ხოლმე. კარგი, ჩემი ჯერია რომ სურვილი ჩავიფიქრო. უსურვე, ახალი ტვინი საკუთარ თავს. ამ სურვილს შენთვის დავტოვებ. ო, მართალია, ჯობია მას დავტოვო. მე ვაპირებ ისეთი სურვილის ჩაფიქრებას, რომელსაც ვერც ერთი თქვენგანი ვერ მოიფიქრებს. ძალიან საინტერესოა. კარგი ჯინო, მოდი აქ. რა გინდა? თქვენ უკვე ძალიან მაწუხებთ მე. ჰეი ჯინო, მე სურვილის ჩაფიქრება მინდა. ამიტომ დაგიძახე. კარგი, აბა გისმენ. მე ვაპირებ ჩავიფიქრო საუკეთესო სურვილი, რაც ოდესმე გქონია ხალხს შენთან. მიდი გამაკვირვე. უსასრულო რაოდენობის სურვილები მინდა, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. ჰეი, ეს არ არის სამართლიანი. დიახ, ეს წესებს ეწინააღმდეგება. ეს არაა სიმართლე. მე არ ვარღვევ ჯინის სამწეს. მიდი, დაადგაცუნე თითები. რას ეძებ ჯინო? შენ სინდის. ვერ პოულობ. კი, მაგრამ რატომ? ეს რა არის? შენ დაკარგე შენი პირველი სურვილი. იცოდე კიდევ ესეთ რამეს ეცდები რომ ერთხელ გააკეთო და წითელ ბარათს მიიღებ და არც ერთ სურვილს აღარ შეგისრულებ. კი, მაგრამ რატომ? ყოველ ჯერზე არის ერთი ჭკვიანი კაცი, რომელიც ასეთ სურვილს იფიქრებს ხოლმე. აღარ შემიძლია უკვე ასეთი სურვილების ატანა. მართალია, ბოგდან, შენ ღირსი ხარ. მე მაინც რა გიხარიათ, კარგი რა გიქონდა, ყველაზე მაგარი რაღაც მოიფიქრე? ზუსტად, არც ერთმა ჩვენგან არ გააკეთა ეს. თქვენ იმიტომ არ გააკეთეთ, რომ ვერც კი მოიფიქრეთ. ჩვენ არ გავაკეთეთ, რადგან აზრი არ ქონდა. არ ვიცი რა ვთქვა, ის გაიზრდება და ინტელექტით ცოტა მოემატება. კარგი ბავშვებო, უბრალოდ ვერ აღიარებთ რომ თქვენზე ჭკვიანი ვარ. არ მინდა თქვენთან საუბარი. მე მას გაკვეთილს ვასწავლი. ნიკოლ, იდეა გააქვს? კი, ჯინო, მე მზად ვარ მეორე სურვილი ჩავიფიქრო. შენი მზერით ხედავ რომ რაღაც ძალიან საინტერესო მოიფიქრე. მე მიყვარს შურისმაძიებელი ბავშვები. რა არის ეს? არ მესმის, რა ხდება ჩემს თავს? ბოგდან, რა მოხდა? ასე ძალიან შეგეშინდა რომ ძიაჯინის შესრულებს აღარ შეესრულებდა? შენ, ჟენია, შენ გააკეთე ეს? ჯობია გაიქცე.
ჯინო, მე მგონი, რომ ჟენია საინტერესო გზნობები აკლია. რას გულისხმობ, ბატონო? დაე მისი პირი ისე გაცხელდეს, პირი ისე გაცხარდეს, თითქოს მამ სოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკა შეჭამა. კარგი რა, ასეთ რაღაცეებს ნუ იფიქრებ. აქ ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ ვართ. ნიკო, გთხოვ, რამე სასმელი ჩაიფიქრე, ძალიან ცხარია, გთხოვ. ვაიმე, ძალიან ცხარია. ჟენია, მაპატიე, მაგრამ შენთვის ჩემს სურვილებს არ დავხარჯავ. ნიკოლი აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. ცხარია, აღარ შემიძლია. ცხარია, ჩემი სურვილი რძეა. ცივი თუ თბილი? ნებისმიერი, მაგრამ რაც თავარია მომე, სწრაფად. კარგია, გადავრჩი. ახლა ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ვიღაცის გაცოცხლება. ო, ეს ძალიან მკაცრი იყო. არა, ბოგდან, ეს საზიზღარი იყო. რადგან შენ იცოდი, რომ ახლოს მაღაზიები არ იყო და ისე გააკეთე, რომ ჩემი მეორე სურვილი გამოვიყენებინა. მეორე დამახარჯინე. იცი ბოგდან, გონი შურისძიების ღირსი ხარ. ახლა დაიჭები. ნიკოლ, შენ ყოველთვის გონია, რომ მე ამას ვიმსახურებ. ეს მართალია. როგორ შეიძლება, რომ ახლა ასეთი შანსი გაუშვა ხელიდან? ბავშვებო, თქვენ ძალიან ხშირად იფიქრებთ სურვილებს. დავიღალე ასე წინ და უკან სიარული. ნუ წუწუნებ, რამდენად სწრაფადად შეასრულებთ ჩვენ სურვილებს, ისე სწრაფად მიიღებთ თავისუფლებას. ჩემს ვენებში ახლა პრანკერის სისხლი ჩქებს. ნიკოლ, რის გაკეთებას აპირებ შენი შემდეგი სურვილით? კარგი. მინდა ყოველთვის, როცა გოგო ან ქალი ბოგდანს მიუახლოვდება, მას ბინძური წინდების სუნი ასტიოდეს. ან დამპალი თევზი. ჭუჭყიანი წინდების და დამპალი თევზის. კაცრი სურვილია. ამის შემდეგ ის ვერასდროს ვეღარ დაქორწინდება. ჩვენ, გოგოები, ფიერი ადამიანები ვართ და საერთოდ ბოროტის შეყვარება თუ შეიძლება, აყროლებული შეყვარებაც შეიძლება. და რა შეიცვალა? ვერაფერს ვერ გგზობ. სუნი არ მცემს. არც მე. იქნებ ამან არ იმუშავა? მუშაობს და თან როგორ? მას საშინელი სუნი ასდის, ის მთლიანად ყავს. დახე, ნიკოლ, ხედავ რა ხდება, როცა გინდა სხვების მიმართ ბოროტების ჩადენა? შენ მიიღებ ყისიერ კარმას. არა უშავს, მე ამას გაუნკალდები. ახლა შენთან ახლოს ვერც ერთი გოგო ვერ ისუნთქებს. ასე ვთქვათ, ისინი სიყვარულით დაიხჭობიან. ო, აი ზუსტად სიყვარულით დაიხჭობიან. გამარჯობა, რა ხდება აქ? არაფერი, როგორც ყოველთვის არაფერი. თქვენ შეულებრივ ყოველთვის რაღაცას აკეთებთ ხოლმე. ასე არაა? არა, ტანია, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. და რა უცნაური სუნია აქ, ბავშვებო? თითქოს თევზი ჩასვეს აყროლებულ წინდაში და ღუმელში გამოაწყვეს. ფუ! ყოველთვის მაინტერესებდა, რამდენად ნიჭიერი იყავი. შენ ძალიან კარგი ყნოსვა გაქვს და მე ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყო. ყოველთვის ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას. ბოგდან, რა იყო ეს სუნი? შენ აგდის? არა, კარგი რა. კი, აუცილებლად შენ აგდის. ჩვენ ბევრი ვირბინეთ. ბოგდანს ალბათ ოფლი გამოუვიდა. ამდენი? ბევრს დარბოდა და ბევრი იოფლიანა. კარგი ბავშვებო, გაერთეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მე არ გამაბრაზოთ. ჩუმად იყავით. კარგი, ნახვამდის დედა. აუ, ბოგდან, შენს გამო კინაღამ გამოგვიჭირეს. ჩემს გამო? რა თქმა უნდა, სუნი შენ გაქვს. ო, კარგია, რომ დედა ვერ მიხვდათ, რომ ჯინზე ყველაფერს თქმა მოგვიწევდა. და ეს სურვილი რეალურად ნიკოლმა ჩაიფიქრა. ჩემი ბრალი არაფერი არ იყო. შენი ბრალი არასდროს არის. კარგი ჟენია, საკმარისია, გაჩუმდი. არ გავჩუმდები. სულ შენს გამოვეხვევი ჩარში და მე ჩვენ ვისჯევით. ეს შენი ბრალია. ასე აპირებ რომ მელაპარაკო? ბიჭებო, დამშვიდდით, ეს ყველაფერი კარგად გამოვიდა. მის გამო კინაღამ დედამ გამოგვიჭირა. ჟენია, ჯობია რომ მე სისულელეები შეწყვიტო და მალე არ გავჩერდები. შენ თვითონ გამომიწვიე, იცოდე. და რას მიზამ? რას და დიდი ხნით გაგაჩუმებ, იცოდე. რა იყო? რა ხდება? ისე სურვილი გაქვს? რა ხდება? მე ძალიან დავიღალე. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. რანაირი ხალხი ხართ? ჩვეულებრივ ადამიანებს უნდათ ფული, მანქანები, სახლები. თქვენ უბრალოდ გინდათ ერთმანეთს რამე დაუშაოთ. ჩვენ ორიგინალურები ვართ. სულ ესაა. ბრწყინვალე იდეებს თაროზე ვერ დავმალავთ. თქვენ გაქვთ ბრწყინვალე იდეები? კარგი, კარგი. აი, ისევ დაიწყო. მისმინე. ჟენია, შენ გექნება დრო რომ გაჩუმდე და იფიქრო. რატომ გავჩუნდები? არა! მინდა ჟენიამ ხმა დაკარგოს მანამ, სანამ არ გაიგებს რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვარ. რა? გაგიჟდი? ბავშვებო, ეს უკვე ძალიან ზედმეტია. შესრულებულია. ბოგდან, რა გააკეთე? არაფერი საშინელი. ეს მხოლოდ ცოტა ხნით იქნება. მას ექნება დრო რომ დაფიქრდეს. კარგი, როგორ ჩაიფიქრებს ის თავის ბოლო სურვილს? ამაზე არ მიფიქრია. როგორც ყოველთვის. მოიცადე ნიკოლ. ნახოთ, ის რაღაცას მოიფიქრებს. ჟენია, დაიჭირე ლამპარი. კარგი, ასე ხო? მე მივხედავ მას. დიდი დრო არ დამჭირდება.
მე უბრალოდ უნდა მოვიფიქრო, როგორ დავუძახო ჯინს. დანარჩენს კი მივხედავ. ის ჯინია, ლაპარაკის გარეშეც გაიგებს ალბათ. ჟენია, უკვე მარტო ხარ? რა, შენმა მეგობრებმა დაგტოვეს? სად ხარ შენი ბოლო სურვილის ჩასაფიქრებლად? როგორ შეგიძლია სრულის ჩაფიქრება თუ ლაპარაკი არ შეგიძლია? იქნებ? შეიძლება რომ სხვამ ჩაიფიქროს შენს მაგივრად? მაშინ მე საერთოდ არ ვიცი რა უნდა ვქნათ. შეგვიძლია უბრალოდ დაველოდოთ ხმის დაბრუნებას? ასე რომ მოიცადე. მინდოდა ყველა ცოცხალი არსების აზრების მოსმენა შემძლებოდა. რა მოხდება თუ მეცოდინება რას ფიქრობს ჯინი? რატომ მიყურებს ასე? მან გამოიცნო ჩემი მზაკვრული გეგმა? ნუ იფიქრებ მზაკრულ გეგმაზე. ნუ იფიქრებ გეგმაზე. ამაზე ფიქრს ვერ წყვეთ. როცა ბოლო სურვილს ჩაიფიქრებს ის ვინც მე მიპოვა, ჩემს ადგილს დაიკავებს და ჯინი გახდება. მე კი თავისუფალი ვიქნები. ჩემს გონებას კითხულობ? შენ ეს ჩაიფიქრე? რა გეგონა? ლამპარები ასე უბრალოდ მიდიან ადამიანებთან? არა, ჯინებსაც უნდა ცხოვრება. მაგალითად, მე ადრე ოპერატორი ვიყავი. ახლა კი ასეთი ჯინი ვარ. ასე ნუ მიყურებ. უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. როგორმე პენსიაზე უნდა გავიდე. მე რაღაცნაირად მინდა რომ თავი გადავირჩინო. კარგია რომ ვერაფერს ეტყვი მათ. შენ არაფერი არ გამოგივა. მე მათ ისე დამეხმარნენ რომ ამის შესახებ არც კი იცოდნენ. ჟენია, რა მოხდა? რამე ცუდი მოხდა? საფრთხეში ვართ? მოიცა. კარგი, შეეცადე აგვიხსნა რა მოხდა. ჯინი? ხუმრო? მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე. ვისი ბრალია რომ ვერ ლაპარაკობს? კარგი, ეს ხუმრობაა? როგორ უნდა გავიგოთ რა მოხდა? მართალია, შეგვიძლია ოთახში გავიდეთ, კალამი და ქაღალდი ავიღოთ. გინდა დახატო რამე? ნიკო, ახლა ჩვენ ხატვის დრო ნამდვილად არ გვაქვს. შენ მე ხატდახან ძალიან მაოცებ ხოლმე. არა, ჟენია, დაწერს თუ რა მოხდა? მართალია, გავიქეცით. ჯინი ბოროტია. როდესაც ჩვენ მას ბოლო სურვილს ვეტყვით, ნიკოლი სამუდამოდ წავა ლამპარში. რა? ნება მომეცი წავეკითხო. ჯინის ადგილს ნიკოლი დაიკავებს. ჯინი კი ოპერატორი გახდება. რა? ოპერატორი? რა არის ეს უცნაური იდეა? ვერ გავიგე რა ხდება. რა უნდა ვქნათ ახლა? რაც არ უნდა გააკეთო არის ის რომ ბოლო სურვილი არ ჩაიფიქრო. ეს არ უნდა ქნა. როგორც იქნა? ბოლოს მეგონა ლაპარაკს არასდროს დავიწყებდი. მაგრამ როგორ? მე მეგონა რომ შენ საქმე ძალიან ცუდად გქონდა. ისე მე ჩავიფიქრე რომ მას ხმა დაეკარგა სანამ არ მიხვდებოდა რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვარ. ძმაო. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ლამპარი. სხვათა შორის სად არის ლამპარი? ვაიმე! ჯანდაბა, ბალახზე დავტოვე. უნდა გავიქცეთ. იმედი არავინ იპოვის. ლამპარი არსად არ არის? მოძებნე უკეთესად. დარწმუნებული ხარ რომ აქ დატოვე? რა მოხდება თუ ის უკვე ნაპოვნია და ვიღაცამ ჩემი უკანასკნელი სურვილი ჩაიფიქრა? ამე ახლა პირდაპირ ლამპარში აღმოჩნდები. მოდი დამშვიდდი. შენს მაგივრად სხვა სურვილს ვერ ჩაიფიქრე. თეორიულად ეს შესაძლებელია ისე. ჯანდაბა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. ტანია იქ არის. რა მოხდა? რატომ ხართ შეშინებულები? შეშინებულები? არანაირად. ჩვენ უბრალოდ სირბილი გადავწყვიტეთ. ცოტა გახურება. ბოგდან, მე ვფიქრობ რომ შენ ჯერ კიდევ დაღლილი ხარ ბოლო ბენის შემდეგ, ასე რომ ფრთხილად იყავი ამასთან დაკავშირებით. კი, ფრთხილად იქნება. დედა, რა გაქვს ეს ლამპარი ხელში? რა არის? ლამპარი? მე მეგონა ეს რაღაცნაირი ვაზა იყო. ის ცოტა უცნაურია. ისე შემთხვევით მას რამე ხომ არ უქენი? ხომ არ დაახველე მასზე? გაგიჟდით? ეს ყველაფერი თქვენი ტელეფონების გამო ხდება თუ რაღაც ახალი თამაში გაქვთ მოთიქრებული? დიახ, დედა, თამაშია. ამ ნივთზე რამე უცნაური ხომ არ შეგინჩნევია? არა, უბრალოდ გარეთ ვიპოვე. გადავწყვიტე ამეღო. მე მაქვს მკვეთრი სილამაზის გრძნობა. ვიღებ ყველაფერს, რაც ბრწყინავს. შეგიძლია ჩვენ მოგცე? რატომ და? მე მგონია რომ ის ქალი იქ ეძებს სამ ნივთს, აი. შენ მოგვეცი და ჩვენ მას დაუბრუნებთ. რამეს ხომ არ მიმალავთ, ბავშვებო? არა. კარგი, აიღეთ. მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან უცნაურად იქცევით. მადლობა, დედა. Yes! ბავშვებო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავანადგუროთ ეს ლამპარი. ვინ გააკეთებს ამას? უნდა ვცადოთ მისი გატეხვა?
ეს არ მუშაობს. რა ვქნათ? შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ნივთი ჯადოსნურია. მე რა რომ ჯადოსნურია? ასე რომ ის განსაკუთრებით ძლიერია და შესაძლოა შეუძლებელიც იყოს მისი გატეხვა. რა ვქნათ? წყალში ხომ არ გადავაგდოთ? სად? აქ ახლოს არ არის ტბა ან მდინარე. არ შეიძლება უბრალოდ სანაგვეში გადავაგდოთ? ხო და მე ვიღაც უსახკარო მიპოვოს, სურვილი ჩაიფიქროს და მე ბოლოს ლამპარში აღმოჩნდე? ეს მე არ მინდა. ასე არ გამოვა. დიახ, ჩემო კნუტო, მზად ხარ სურვილისთვის? მისმინი აქ, ლურჯოთაგვო. თუ ამ ლამპარში ჩამათრევ, მოსვენების საშუალებას არ მოგცემ. სიზმნებში მოვალ შენთან. ყველა გამომწერს გამოგიგზავნი. 10,000-ობით არიან, იცოდე. ცხოვრებას ისეთ აგინგრევ, რომ საერთოდ აღარ გინდოდეს. გაიგე? გასაგებია. მაშინ ჩემი ბოლო სურვილია, რომ არც მე და არც ჩემი რომელიმე მეგობარი არასოდეს გავხდეთ ჯინები. გასაგებია? დიახ, ჩემო ქალბატონო. და გთხოვ გააუქმო შენი წინა დავალება, იმიტომ რომ ბოგდას ცუდი სუნი ასდის. ისე რომ იცოდე, შენ რეალურად 3 სურვილი გქონდა და ეს უკვე ზედმეტია. იცოდე, წყალში გადაგაგდეთ და საქმე ცუდად გექნება. კარგი, კიდევ ერთ შევასრულებ. ჩვენ გონი ამისგან გადავრჩით. მაგრამ ეს სახალისო იყო. იცით, მე მიხარია რომ ის ჩვენ მოვიშორეს. ეს ლამპარი სხვა არაფერია თუ არა უბედურება და ჩხუბი. მახსოვდეს რომ ყველაფერი რაც ადვილია, რაღაცნაირად აუცილებლად გვავნებს ხოლმე. 3, 2, 1, ნონი, თქვენ მისტიკოლის არსზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და დაიქება. და ჩვენ გავიქეცით. ნახვამდის. უჰუ!